გამარჯობა, მე ვარ ირა, მოგზაური და ოფროუდერი. გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრე, ისტორიკოსი, გიდი და მოგზაური. და ეს არის გადაცემა ჯეირანი. რადგან ჩვენი პირველი გადაცემა არის, უნდა გადავწყვიტოთ თუ სად ვიმოგზაურებთ. მოგეთ, გვაქვს ორი იდეა, ირას უნდა წავიდეთ თურქეთში, მე მინდა რომ წავიდეთ სომხეთში. უფრო ახლოს არის. მედია მოვიგებ. და ეს გადაწყვიტოს ჯეირანმა. კარგი. ჯეირანი. ჯეირანი. აუ, წავაგე. ცო, მივიდივართ სომხეთში. შეხვედრამდე სომხეთში. წავიდეთ. გოგოს ხომ უნდა ელოდებოდეს ხანდახან. წავედით? კი, წავედით. ნიკო იმანქან. როცა საზღვარს ვკვეთ, ვინც არის მანქანის მეპატრონე, ის იღებს საბუთს, ანუ ნებართვას ქვეყანაში შესვლის ერთი და მეორე აუცილებლად სჭირდება დაზღვევა, რომელიც ის დაახლოებით $10 ფარგლებში, მინიმალურია ერთი დღე. იმიტომ რომ ეს გვჭირდება აუცილებლად, რომ საზღვარზე როცა გამოვართ უკან, ეს უნდა ვაჩვენოთ და დაზღვევა გვჭირდება, რომ თქვათ, რომ გაგვაჩერონ იმისთვის, რომ არ დაგვაჯერონ. გვეგონა რომ აი 8 საათი ავდგებით უკვე გავალთ დავიწყებთ გადაღებას და ყველაფერი, მაგრამ 1 საათი მირეკავდა მაგვიცა და თავში მირტყავდა გაიღვიძა. ნახევარია უკვე და ძლივს გამოვაღწიეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილას მივდივართ. ეს არის სოფელი არტაში. მოგეთ არტაშენში ვნახავთ მეგალითებს. მეგალითები არის ჩემი სისუსტე და აი ერთი სული მაქვს, როდის გავირებენ ძალიან მაგარი ადგილია. რაც სურათებში ვქნა ნახოთ ადგილზე როგორ იქნება რა. მოგეთ ორი გზა გვაქვს, ერთი ასფალტით, ერთი ოფროუდით, საიდან წავიდეთ? ჯეირანი ვითამაშოთ. კაი, მოდი. ანუ მე რა ვარ, მე ოფროუდი ვარ. არა, შენ ხარ ოფროუდი, მე ვარ ასფალტი. არა, მეც ვიყავს ოფროუდი. კაი, დავიწყოთ. კაი. ჯეირანი. 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 აუ, კაი. ერთი. მოდი ოპერატორმა გადაწყვიტოს. სად წავიდეთ? ოპერატორი გყავს. უი, ყოლია. გამარჯობა. ოფროუდისკენ? ოფროუდისკენ. კაი, წავედით ოფროუდისკენ. ალექს. რა? უნდა ვნახო ჯერ გადავიდე გზა. ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ალბათ სჯობს რომ დავბრუნდეთ რამე თუ ექსტრა თავგადასავლებს. ოთხებზე რომ ყოფილიყო მანქანა ჩვეულებრივად გადავიდოდით, ან მშრალი რომ ყოფილიყო და თოვლი რომ არ ყოფილიყო, მოკლედ ზაფხულში რომ წამოვსულიყავით, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
დიდ საოცარ ადგილას პირველ რიგში ჰარტაშენის მეგალითური გზა გქონდა დაგეგმილი, ასეთი რაღაც მე არცად არ მინახავს. ძალიან მასშტაბურია. აი გაოგნებული ვარ, გაკვრებული, იმიტომ რომ მეგალითები ბევრი მაქვს თან აქ საქართველოში. და ესეც ლოგიკურად იმ კულტურის გაგრძელება, რომელიც იყო თრიალეთის დიდი კულტურა, რომელიც თავისთავად იყო ყარაქსის კულტურის ნაწილი და განსხვავებით მეგალითების აქ არის ძალიან გრძელი, აი ესე სამრიგად ჩაწყობილი ქვები და სავარაუდოდ მას ჰქონდა რიტუალური დანიშნულება. ეხლა მოუყვები ამ ეგრეთ წოდებულ ავენიუს. ძალიან მაგარია, თვალი ვერ წვდება ამ სილამაზეს, რომ გახედავთ ყველა მხარეს, ორი მხარე რომელიც უერთდება ერთმანეთს. დაახლოებით 760 ქვის სტელა შემორჩენილი, სავარაუდოდ იყო დაახლოებით 1200, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენად ახლოს არის ცენტრალურ გზასთან, ეს არის სხვადასხვა საზღვარი, რომელიც გადმოდის საქართველოში, დაახლოებით 20 კილომეტრში აქ საქართველოს საზღვარი. საერთოდ არ არის პოპულარული ადგილი, არც ქართველებმა ვიცით, არც ადგილობრივებმა, ვისაც ვკითხეთ ახლა გზაში, უმეტესობას წარმოდგენა არ ქონდათ რა იყო ეს და მაგრამ აი არ ვიცი, შეიძლება მე მიყვარს მეგალითები, მაგრამ ძალიან მაგარია. მეგალითებს საქართველოში ვეძახით ჩვენ ციკლოპურ ნაგებობებს, ციკლოპურ ციხეებს, როგორც არის აბულის, შაორის და სხვა მრავალი. ძალიან დიდი მეგა კულტურა, რომელიც მცირე ნაწილებიც შემორჩენილია და ერთ-ერთს ხედავთ აი აქ. უნდა ვჭამოთ ახლა ძლივს. დილას არ გიჭამია, წუხელ არ გიჭამია. შეიძლება დეტოქს ტურზე ვარ. მოდის ჭამეთ აღარც მახსოვს. თბილისში დავლიეთ მე და ჩვენმა ოპერატორმა ჩაი. ეგ იყო და ეგ. მე ყავა დავლიეთ. შენ ყავა და. წამოდი აქ. ესე ავარჩეთ უბრალო ადგილი, პირველი რაც შეხვდა და უბრალოდ გვინდა რომ შევჭამოთ ჩორები. ალბათ ქაბაბი, რამე ხორცი. ვეგეტარიანელები unfollow-ს გაუკეთებენ. ამე ხორცი. ფასებიც არაჩვეულებრივია. სუნიც შესანიშნავი და ალბათ ძალიან სწრაფადაც გამზადდება მგონი. Это говядина. И говядина, и курица там есть. Перемешайте его вот так. Рагаца адгили. რა არის ეგ? Это что? Это окрошка называется. Там огурчики маленькие. А, это окрошка. Да. Окрошка? Осталось там, вот. Да. Укроп там внутри. Мазони, да, сметана и это, чесночок. Зеги, окрошка, უნდა დავლიოთ. Кайეს подошли. Бацакшия. Лакария, цивичадებში. საკაია. ცოტა წავიხემსე და განავარდეთ გზა კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილისკენ, ზვართნოცის კომპლექსისკენ. ბილეთი ღირს 1500 სომხური დრამი, რომელიც დაახლოებით 10 ლარ ნახევარია, 10-11 ლარის ფარგლებში მერყეობს. და სხვათა შორის მოგცეს უფლება, რომ შესულიყავით ჩიგით მანქანით და რაღაცა დიდი მადლობა გულისხმიერ მუზეუმის თანამშრომლებს. წავედით.
ზვარტნოცის ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს ერევნიდან. ამიტომ თუ იქნებით ერევანში და გექნებათ დრო, ეს ადგილი აუცილებლად მოინახულეთ. სხვათა შორის ზვარტნოცი ნიშნავს ზეციურ ანგელოზებს. ეს მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 19 ჰექტარი არის და აქ რამდენიმე სახის შენობაც არის, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი ალექსანდრე მოგვაწვდის ინფორმაციას. მანამდე კი გავისაიდოთ და დავათვალიეროთ. აქ ერთმანეთში არის ძალიან მაგრად შერწყმული ანტიკური არქიტექტურა, ასე რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების ისტორია. აი ამ სვეტებს რო უყურებთ, ეს არის იონური სტილის, მაგრამ არის ქრისტიანული ტაძრის ნაწილი. ტაძარი აგებულია მე-7 საუკუნეში და მის ამშენებლად ითვლება ცნობილი ეპისკოპოსი ნერსეს მესამე. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ შედგა პირველი შეხვედრა მეფეთსა და გრიგოლ გამართლების შორის, რომელმაც ქრისტიანობა გაავრცელა სომხეთში. აქედან გამომდინარე, ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სომხეთის ისტორიისთვის და ზოგადად არქიტექტურულად არის მართლა ძალიან კარგი. აი აქვე არის რომაული პერიოდის დროინდელი აბანოები, ეს იყო მთლიანად ქალაქი, რომელმაც შემდგომში მიიღო უკვე მონასტრის სახე და სხვათა შორის მე-8 საუკუნეში აქ გადმოიტანეს საეპისკოპოს კათედრა დვინიდან. რადგან არაბების პერიოდის დროს დვინი საკმაოდ განადგურდა. 1930 წელს მოხდა მიწისძვრა, რამაც მთლიანად გაანადგურა ტაძარი და ის მთლიანად აღმოჩნდა მიწაში და მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა არქეოლოგების მიერ ხელახლა გათხრა და აღდგენა. და სულ რაღაც 25 წლის წინ მან მიიღო იუნესკოს სტატუსი ეჩმიაძინის სხვა კომპლექსთან და ტაძრებთან ერთად. რომაულ პერიოდში აქ იყო აბანოები. ანუ სადაც იყო აბანოები, თავისთავად იქ იყო დასახლებული პუნქტი, თავისი მთლიანი სრული ინფრასტრუქტურა, საქალაქო ინფრასტრუქტურით, ეს ამოიცნობდა ხოლმე აბანოებს, აქ იყო ქუჩები, იყო მაღაზიები, სახელოსნოები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ხდებოდა ხშირად მეფეთა კურთხევაც და რა თქმა უნდა ეპისკოპოსების კურთხევაც, პატრიარქების კურთხევაც თავისთავად. დავჯავშნეთ სასტუმრო, რაც შეიძლებოდა ახლოს ხორვირაბთან, რომ ხვალდით ეგრევე ავდგეთ და გავიდეთ. ვაიმე. ჯერ არ ვიცი თაღონ სად ვართ. კოჩი არაფერი არ არის. რაღაც სპორტ კომპლექსში მოხვდით სინამდვილეში. ცოტები დარბიან, ხო, ვარჯიშობენ. თავარი არის, რომ ანუ ჯერ ხო ჭიშკარი ძლივს მოვიძიეთ და ვიპოვეთ ეს ადგილი ერთ სამ კაცს ვკითხეთ. ხო და მაგრამ პრინციპში ჭიშკარი რომ გაგვიღეს, შემოგვიშვეს, ვაჩვენეთ ჯავშანი ბუკინგიდან და მოგცეს გასაღები, რო ახვალთო კიბეზო, პირველივე კარი მარჯვნივო. წავიდეთ ვნახოთ აბა რა გველოდება წინ. სურათი შეხედე გეხოცები. ერთი წავით. სურათი? მოიცადე. ვიდა არჩია. ერთი წამით. შენ არჩიე. ხო არის ცალკე ოთახი მან. ერთი წამით. მოგე გაი. ой. ვაიმე. დავქნათ, დავჩეთ. მე აგეთ. მე მინდა დაძინება. სულ ერთია. არა, ხო არ წავთ ახლა რომ გვიანია ძალიან და ხო დღეს კი ადრე ვარ დასადგომი. სვასე ვრჩებით. შენ არჩიე. სომია. სურათებში სხვანაირი. ვაუ, აი სურათია ესეთი. წამით, მოიცა აბაზანა ვნახო. აბაზანა არის აგე რა. აბაზანა არის, მაგრამ ტარაკანა თუ დარბის შიგნით და ის. მე შევალ ჯერ მოვკლავ ტარაკანას და მე შედი შენ. არა, აბაზანას არა უშ. ნახე გელებით და რაღაცეებით არის. შამპუნი. გამოდი ჭიმითი რომ ბოტებით რო შეხვედი. ვაიმე ბოდიში. კაი, მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს. დავჭეთ ხო. დავჭეთ. დავაი. დავჭა ხელი. რადგან გამათბობელი მხოლოდ ერთ ოთახშია, გადავწყვიტეთ ალექსანდრე ცივ ოთახში გავამწესოთ.
გაგასახლეთ აქედან. სადგომში. იმიტომ რომ გათიშავდი ამ გათობას და გაგვყინავდი იქ. აი, კაცო, დამცხებოდა ბოლო-ბოლო ვინმე. აჰა, დამცხებოდაო. აქ დადამიწე. Na chwilę tam Arda galiba ცოტა ცივა, მაგრამ კარგი ამინდია მაინც. სასწოროდან დილას მალევე გამოვიქეცით, რომ აი ეს შვენიერება გვენახა კარგ შუქზე, მართალი არარატი ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ მაინც ლამაზია. ეხლა ჩვენ ვართ ხორვირაბში, ხორვირაბთან უпроსტურად ცოტა ხანში ავალთ იქ და ეს ადგილი იყო სომხეთის ერთ-ერთი დედაქალაქი, არტაშეს პირველის დაარსებულია არტაშად. მე-7-დან მე-17 საუკუნემდე მას მიემატა და გამოაკვდა რიგი შენობების და ტაძრების პირველი ყველაზე ძველი ქრისტიანული ნაგებობა აქ არის მე-7 საუკუნის ტაძარი, რომელსაც მალევე ვნახავთ. რაც ძალიან საინტერესოა, აქ ადრე, როცა არსებობდა ქალაქი არტაშესი, იყო სატუსაღო. მეფეთაც დატყვევებული ყავდა გრიგოლ განათლები, რომელიც ითვლება ქრისტიანობის გამავრცელებლად სომხეთში. სადღაც 15 წელი თუ 20. კი, 15 წელი ყავდა დატყვევებული, გამოუშვა და შემდეგ უკვე ქრისტიანობა ხდება სომხეთის სახელმწიფო რელიგია. ეს არის საოცარი ვულკანური მასივი. ერთი არის დიდი და მეორე პატარა არარატი. სომხეთის სიამაყედ ითვლება მიუხედავად იმისა, რომ არის თურქეთის ტერიტორიაზე. დიდი არარატის სიმაღლე არის 5127 მეტრი. ზოგადად ვიცით, რომ მთის სიმაღლე იზომება ზღვის დონიდან. მაგრამ თუ თქვათ ავიღეთ მთის ძირიდან წვერამდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთა არის სოფლიოში, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთის ძირიდან წვერვალამდე, რომ მე ამას რაღაც კუდები არ გამოაბარე. ხორვირაბის მონასტერთან არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი სუვენირები. ალბათ შეამჩნევდით, რომ სომხეთში მოგზაურობისას ხშირად გვხვდება ბროწეული. სომხურ მითოლოგიაში ის ნაყოფიერებას, სიუხვეს და კეთილდღეობას ნიშნავს. ძალიან საინტერესო ადგილზე ვართ, ნახეთ, ეხლა ხო ჩვენი ლოკაციას გვიჩვენებს. ვართ სომხეთში და ეხლა რომ გავიაროთ გზა, შემდეგ გავაგრძელოთ გზა, უნდა გავიაროთ აი ეს პატარა ანკლავი, რომელიც ოფიციალურად არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ზოგადად ანკლავზეც ვთქვათ რა არის, ანკლავი არის ერთი სახელმწიფოს ტერიტორია, რომელიც მთლიანად არის შემოსაზღვრული სხვა სახელმწიფოს მიერ და არანაირი სახმელეთო კავშირი არ აქვს. აი ეს არის აზერბაიჯანი და ეს არის აი აქ სომხეთის ტერიტორიაზე ასეთი პატარა დასახლება.
გზად გავდივართ საოცარ ხედებს. არაჩვეულებრივად მოშანს არათი ამ წერტილიდან. აი ვინც აქ მოხვდებით, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და გადაიღოთ სურათები. არენი არის ერთ-ერთი ცნობილი სოფელი თავისი ღვინით. შეიძლება ითქვას, რომ სოფხეთის მეღვინეობის ცენტრია. ერევნიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზეა. ჯეირანის მომდევნო გადაცემაში ვიმოგზაურებთ ნორავანქის ულამაზეს კანიონში, ვესტუმრებით გინესის რეკორდების წიგნში შეტანილ ტათევის საბაგირო გზას და სომხეთის თოუნჰენჯად წოდებულ ზორაც კარერს.